მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიწყებთ workshop-ის ახალ content lines, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მივალთ სხვადასხვა ბიზნესებთან და გაგაცნობთ, როგორ მუშაობენ ისინი. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, რომ შიგნიდან დაგანახოთ რეალური პროცესები, როგორ ხდება, რანაირად და შესაბამისად გაგაცნოთ ყველა ის პროფესია, ვიზეც ხელი მიგვიწვდება, რაც შეიძლება სიღრმისეულად. დღეს ვართ სტუმრად სტომატოლოგიურ კლინიკა დენტინში, სადაც განახებთ მთელი დღის მუშაობის პროცესს. გამარჯობა შოთა, როგორ ახარ? კარგად, თავად? კარგად, არამიშოს. მეგობრებო, დღეს გაგაცნობთ კლინიკა დენტინის ქირურგი იმპლანტოლოგს ბატონ შოთას. მოგვიყევი 1-2 სიტყვით შენს ეთნო. მე ვარ შოთა რუხაძე, კლინიკა დენტინის ქირურგი, ორთოპედი. შოთა, მინდა ჩვენი ტრადიციული კითხვა დაგისვა, რა გინდოდა რომ გამოსულიყავი ბავშვობაში. ესე იგი, ცოტა შორს არის ჩემი პროფესიები, რაც სურვილით მქონდა და აი, ძალიან საინტერესო მომენტია ხოლმე. ფრინავი მინდოდა გამოსულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც ვერ მოვახერხე. დიდი ავიაციისკენ იწევდი? კი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა სხვათა შორის. ფრინავი სამოქალაქო ავიაციაზე ფიქრობდი თუ საჯარისო გინდა? ესე არ მქონდა რაღაც დაწვრილმანებით სურვილები, მაგრამ ზოგადად სურვილი იყო, რომ გამოსულიყავი. ძალიან კარგი. და იდეაში რა შეგიშალა? სტომატოლოგი გამოვედი. სამოლოჯანის. მაშინ ეხა ეგ მომენტი გაიხსენე რა, რატო გადაწყვიტე სტომატოლოგია და საიდან დაიწყო ზოგადად რა? ზოგადად ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტი არის, როდესაც ადამიანს რაღაცა ემოციას უცვლი. ჩემი პროფესია მეხმარება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პაციენტები, რომლებიც წლების მანძილზე ვერ ახერხებენ კარგ ღიმილს, ბუნებრივ ღიმილს, მე ვეხმარები ამ ყველაფრის გადალახვაში და ვცდილობ, რომ ბედნიერი გავხადო ადამიანი. ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის. აი მაგის კითხვა მინდა და იდეაში ეგ გეხმარება იმისთვის, რომ ყოველდღიურად აკეთო ის რაც აკეთე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროფესიაა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ქირურგია თან, ხო? თან ქირურგია, თან ორთოპედიული ნაწილი, რომელიც ესთეტიური მხარის, ესე რომ ვთქვა, პირდაპირ კავშირშია იმასთან, ადამიანი როგორ გამოიყურება საბოლოო ჯამში, რა. ჩვენთვის რომელი უფრო მაგარი ის არის, ასე ვთქვათ, შემართების წყარო, ის რომ რაღაცა რთულ შემთხვევასთან გაქვს საქმე თუ საბოლოო ჯამში რომ დაინახავ რა გააკეთე რთული შემთხვევიდან. საინტერესო კითხვა, ეხა გეტყვით. ნახეთ, მე ვიყავი თავიდან ქირურგი. ვაკეთებდი ქირურგიულ манипуляციებს, მხოლოდ დენტალური იმპლანტაცია, ძვლის აუგმენტაციები და ესე შემდეგ რაც არის, ხო? მაგრამ ვერ მაძლევდა იმ ემოციას, რაც რეალურად მე მჭირდებოდა და ამის მერე დავიწყე ორთოპედიული ნაწილი, გვირგვინების გაკეთება, ვინილების გაკეთება და ესე შემდეგ. რაც ესთეტიკას მოითხოვს და ამის შემდეგ უფრო მივიღე გაღიმებული პაციენტები. და შესაბამისად გაღიმებული პაციენტის დანახვა ალბათ ერთი ის სიამოვნებაა. ამ რუტინის გადალახვაში მიწყობს ძალიან ხელს. ძალიან კარგია. ეს არის ჩემი სამუშაო სივრცე. დღეს ძალიან დიდ მონაკვეთს აქ ვატარებ. ვა, სამუშაო დღე რამდენი საათიანი გაქვს? დაახლოებით 5-6 საათი. ვცდილობ, რომ უფრო მეტი არ ვიმუშაო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს ეს ყველაფერი, დიდ პასუხისმგებლობას და ეს 5-6 საათი ეხა რატო გეკითხები აქტიური, ანუ ფეხზე დგახარ და მუშაობ, ანუ პირდაპირ ჩართულობა არის მთელი პროცესში, ხო? საინტერესო რაღაცეები გინდა შენ. კი, აი ეს არის სუვენირი. ეს მაგარი რამე არის რა. რომელიც ჩემო პაციენტმა მაჩუქა. აი, იმაზე რომ ვსაუბრობდით, ღიმილიან პაციენტზე, კმაყოფილი პაციენტის ის არის, ხო? ანჩუქარი. ვიზუალში რაღაც მე მგონი გავს, ხო? თავის გაკეთებულია? თუ გააკეთებინა, არიცი. ეგ არიცი. შოთა რა მინდა რომ კითხვა, რა პერიოდი ჭირდება? ეხლა ჩვენ ხო ამას იდეაში ისეთ ხალხისთვის ვაკეთებთ, ვინც ფიქრობს იმაზე, რომ რა პროფესიაში შევიდეს რა და გვინდა რომ ცოტა დეტალებში ჩავიდეთ რა. როგორი პროცესი არის? აი, დღეს სადაც ხარ, აქამდე მოსასვლელად რამდენი ხანი დაგჭირდა? რო გითხრათ პირდაპირ საკმაოდ რთული პროფესიაა. დღესაც და სავარაუდოდ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, როცა გავაგრძელებ ამ ყველაფერს, მუდმივად გჭირდება განახლება ინფორმაციის, ასევე ის პრაქტიკა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიღებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა, ესე რომ ვთქვათ, კარგად ვისწავლოთ, რაღაც რეზიდენტურა, დიპლომი ავიღოთ, ეგ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დასაწყისი. ამის შემდეგ, როდესაც პაციენტთან კონტაქტი გაქვს, ამის შემდეგ იწყება ყველაფერი. არის ეტაპი, როდესაც რაღაცა 3 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ ის თავდაჯერებულობა მოდის, გონია რომ რაღაც ყველაფერი იცი, მაგრამ სწორედ აქ იწყება ყველაფერი უფრო საინტერესო, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი არის ამოუცნობი სისტემა, ნებისმიერ 10 ადამიანიდან 5 ადამიანს რო თქვა გაუკეთებ კარგად, შეიძლება მე-6-ს რაღაცა პრობლემა შეექმნას და ამის შემდეგ იწყება განვითარება. ეს არის ყველაფერი. სამსავოჯოში მივიდეთ რომ პრაქტიკა ყველაფერი აბსოლუტურად და მთელი ცხოვრების მანძილზე სავარაუდოდ სტუდენტი რჩები ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გაანახო ეს ყველაფერი როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად. რა უნარები უნდა ქონდეს ადამიანს შენი აზრით,
რომ ამ მიმართულებით წავიდეს, განსაკუთრებით საინტერესოა ეს ქირურგიის მიმართულება რა. ნუ ის რაღაცა გაგვიგია რომ ქირურგი თუ ხარ ხელი არ უნდა გიკანკალებდეს, თქვა სისხლის არ უნდა გეშინოდეს, ეს ელემენტარული რაღაცები რაც ხსნენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამის იქეთ არის გაცილებით მეტი რამე, რაც იმისთვის არის საჭირო რომ კარგი ქირურგი გამოხვიდე. რა არის ეგეთი რომ ვინმე დღეს რო უყურებდა და ფიქრობს რომ უნდა სტომატოლოგიაში ქირურგიის მიმართულებით წავიდეს და არ იცის ხო რა უნარი უნდა კონდეს ისეთი რაც განაპირობებს იმას რომ თუ ეგ აქვს მაშინ რაღაცა შეიძლება გამოვიდეს პირველ რიგში უნდა იყოს წვრილმანებზე ორიენტირებული რომ აი წვრილმანი რაღაც პატარ-პატარა დეტალები რომელიც არის ხო აი იმას უნდა პასუხისმგებლობით მოეკიდოს იმიტომ რომ პირის საკმაოდ მცირე სივრცეა მუშაობისთვის და აუცილებელია რა ვთქვათ უფრო დაკვირვებით მივყვეთ ამ ყველაფერს და მეორე ფაქტორი არის ფსიქოლოგიური ფაქტორი. ხდება რა თქმა უნდა სხვადასხვა პაციენტები რომელსაც სხვა მიდგომა ჭირდება, უფრო თბილი მიდგომა ჭირდება. ემოციურად ერთი მომენტი ის არის რომ ემოციურად პაციენტი უნდა განაწყო ისე რომ შეძლოს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ბავშვობის ტრაუმები და ესე შემდეგ ძალიან ბევრი ფაქტორი არის. შესაბამისად როგორც ფსიქოლოგიურად ასევე დეტალებზე ორიენტირებული ყოფნა არის აუცილებელი. ყველაზე გავრცელებული მითი მინდა ეხლა მითხრა სტომატოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც აი ძალიან გაღიზიანებს და ნერვებს ისლის. თან დავსწრეთ ამ. ესე იგი, ყველაზე მთავარი რაც არის, ის არის რომ ყველას უნდა რაღაცა მოკლე მონაკვეთში 2 დღეში კბილები, 3 დღეში კბილები და ესე შემდეგ. ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე გავრცელებული მითი, არასწორი შეხედულება, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც რთული кейსი არის, იქ 2 და 3 დღე საკმარისი არ არის. შეიძლება 1 წელიც დაჭირდეს რეაბილიტაციას, რომ იქ ეტაპობრივად მოხდეს იმპლანტების ფიქსაცია, თუ რა თქმა უნდა პაციენტს უკბილობა აქვს, ადენტი აქვს. ამის შემდეგ უკვე ორთოპედიული ნაწილი მოდის, რაც ესთეტიკას, ღეჭვით ფუნქციას აღადგენს და ესე შემდეგ. საკმაოდ და დიდი პროცესი არის. და ასევე რომ მტკივნეულია ეს ყველაფერი. მე აი ჩვენს ეპოქაში უკვე 21 საუკუნეში მტკივნეული ეს პროცედურა აღარ არის. გვაქვს საკმაოდ კარგი ანესთეტიკური საშუალება, რომელიც ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ, თავიდან აგვაცილებს. აი 21 საუკუნე ახსენე და გვერდს ვერაულით ისეთ რაღაცას თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებაზე რო ვილაპარაკოთ. რაღაცა 3D ელემენტებით შემოდის, დღეს მაგალითად იგივე გაშუქება როცა ხდება გაცილებით კვეთრია სურათი ხოლმე იმის ვიდრე ადრე იყო და უფრო მეტი რაღაცების დანახვა შეგიძლია, ხო? რა როლი აქვს, მოდი ესე ვთქვათ. ხელოვნურ ინტელექტს ეს ერთი, მოდი თან ორად ჩავშლი რა. ერთი ხელოვნურ ინტელექტს თუ იყენებ და თუ გეხმარება პროცესში და მეორე რამდენად მნიშვნელოვანი არის ტექნოლოგიური წინსვლა და რას გიიოლებს რეალურად ეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ დიდი ნაბიჯი არის. ჩვენც გვაქვს კომპიუტერული ტომოგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა კუთხით დავინახოთ ის შედეგი, რომელიც შეიძლება ჩვენ დავდოთ პაციენტებთან. დავინახოთ ასევე შევაფასოთ ძვლის მდგომარეობა, რა მდგომარეობა აქვს პაციენტს, რა უნდა გავაკეთოთ, ამ დაგეგმარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ ტომოგრამას. ამის შემდეგ 3D განზომილებაში, რა თქმა უნდა, სახის სკანირება შეგვიძლია გავაკეთოთ. პირის ზღვის სკანერიც გვაქვს, ფოტოპროტოკოლი გვაქვს, აი ყველაფერი გვიწყობს 3D. კი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ შედეგი იყოს უფრო მარტივად მისაღწევი, უფრო ზუსტი, პაციენტის უფრო ბედნიერი იყოს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება AI-ს, რასაც ვიყენებთ, ამ შემთხვევაში არის პაციენტთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს და შესაბამისად ყველა პაციენტი შეიძლება დროულად ვერ გავცეთ პასუხი. და AI ადმინისტრატორი გვიწყობს ხელს, რომ კომუნიკაცია გქონდეს პაციენტებთან. ასევე შეგვიძლია დიაგნოსტირების მხრივაც გამოვიყენოთ, თუ რაღაც რთული კლინიკური შემთხვევა იქნება, შეგვიძლია მივმართოთ და რაღაც რჩევები, რა თქმა უნდა, მივიღოთ. აი როგორც წეგან თქვით, რომ მთელი ცხოვრება ვრჩებით სტუდენტებად, ზუსტად აი ეს არის, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ყველაფრის მწოდნეები ვართ, თუ რამე დახმარება ჭირდება, ყოველთვის მივმართავთ ან ჩვენ კოლეგებს და ან ჩვენს ვთქვათ მოდი ესე ვთქვათ რა ახალგაზრდებისთვის რა. გზა ფრინავობიდან სტომატოლოგამდე. რამე სხვა რანოფან, რამე სხვა შეცვლილი ამ გზის განმავლობაში. შე როგორ? სიმართლე გითხრა? კი, აბა, მაგისტრის ვარ. მე მგონი ჩემი ოცნება რაც იყო, სავარაუდოდ გული მწყდება. ხო. შეიძლება რომ ეს პროფესია რა თქმა უნდა ეხა რომელიც მაქვს საკმაოდ ბედნიერებას მანიჭებს, მაგრამ იმასაც გული მწყდება და
არასდროს არის გვიან ჩვენთვის უკვე ასაკში არა ხო არის სამოქალაქო კი არა არის ადგილები ეხაც შეგილია ფრინავის ისა იყო რა ქვია ლიცენზია და ეს პატარა თვითმფრინავები რაც არის ეხლა მაგარი პოპულარული ხდება მოკლედ საქართველოში რა მინდა ესევე კითხო რა მოდი მე ჩვენ ესეთ ფორმულირებით ვამბობთ ხოლმე რა შევაშინოთ ის ახალგაზრდა ან თუნდაც ის ზრდასრული ალბათ ეგეც საინტერესოა რა ასაკში შეგიძლია ტრანსფორმირდე შენ ადრეულ ასაკში გააკეთე არჩევანი და თქვა ადრიდან დაიწყე ხო ორად გავყოფდი ამ კითხვასაც რა ერთი რომ ახალგაზრდა რისთვის უნდა იყოს მზად აქ რომ მოდის ანუ შევაშინოთ ისეთი რაღაც ვთქვათ რაც მისთვის თუ ძალიან ის არის მისაღები იქნება და გადალახოს ხო თუ თავის თავს ჩამოვაყალიბებს რომ მე შემილია ეგ გადავლახო მაშინ ეს ადგილი მისთვის კარგი არის ერთი ეგ და მეორე რომ აი ვიღაც იქნება რა 30 წლის ზევით არის და მაგას აქში ფიქრობს რომ ამ პროფესიაში წამოვიდეს რამდენად რეალურია პირველი შევაშინოთ ახალგაზრდები და მეორე შუახნის ხალხი რომ იფიქრონ ამ სფეროში მოხდენენ თუ არა ესე იგი შეშინებით ვერ შევაშინებ, იმიტომ რომ გავადრო და ჩვენ შვილიშვილებს დაჭირდება. ექიმები შესაბამისად არ შევაშინებ, უბრალოდ ვიტყვი რომ მარტივი არ არის, უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ფაქტორები იქნება, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ თავისი უნარები უნდა დაიხვეწოს, ამის გარდა ფსიქოლოგიურადაც უფრო უნდა გაძლიერდნენ და დრო მაინც თავისას იზამს, პრაქტიკა თავისას იზამს და მიუღწეველი და რაღაცა ისეთი პრობლემა არაფერი არ არის. უბრალოდ შრომისთვის უნდა იყვნენ მზად და მუდმივი განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ასაკს 30 წელს ზემოთ უკვე მე ვფიქრობ, რომ არარელევანტური არის. თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს დაახლოებით 7 წლის პერიოდი ჭირდება იმას, რომ თქვა დავამთავროთ უნივერსიტეტი, შემდეგ რეზიდენტურა გავიაროთ, ამის შემდეგ კიდე პრაქტიკა გვჭირდება და ჩემი აზრით რომ 30 წელი უკვე ძალიან გვიანაა. და ალბათ მაგას აქში უკვე ჩამოყალიბებული ხარ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად და აი მაგის თქვა მინდოდა რა ეს შენც რო გაიხსენო ეგეთი მომენტი რომ აი წამის მიასეჩი ისეთი გადაწყვეტილება ოპერაციის დროს თუ მიგიღია რომელზეც მანამდე ფიქრობდი რომ მზად არ ყოფილხარ რა და აი ეგ მომენტი ალბათ სადაც ასაკში შეიძლება გაგექცეს იმიტომ რომ შენი ტვინი უკვე მიჩვეული არის კრიტიკულ მომენტში როგორ იმოქმედოს რა მაგ ასაკში და რაც უფრო ახალგაზრდობიდან მიაჩვევა ალბათ ის არის ხო მნიშვნელოვანი და აი ეგეთი მომენტი გაიხსენე ისეთი ნახეთ კი ნახეთ როგორ რაღაცა ქირურგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არ არის რომ თქვა ან იმპლანტი ჩავსვა ან რაღაც ვალი გადავნერგო შეიძლება რაღაც მომენტში თავის არიდება უფრო კარგი გადაწყვეტილება იყოს ვიდრე რაღაცის გაკეთება ხო არის ეგეთი სიტუაციებიც რა თქმა უნდა ხდება ყოველთვის რაღაც დაიგეგმება კომპიუტერული ტომოგრამაც გვაქვს რაღაც გაიდი შეიძლება გამოიყენოთ მაგრამ ყოველთვის არსებობს ისეთი პოსტფაქტუმი რომ ვერ ამ ყველაფერს ვერ შეკრავ და ვერ მიიღებ იმ მომენტში ადგილზე ჭირდება გადაწყვეტილების მიღება ადგილზე ჭირდება რა თქმა უნდა და ერთ-ერთი რაღაც რაც მინდა ვთქვა თქვენ პოდკასტში და მინდა რომ თქვა თქვენმა მაყურებელმაც ნახოს არის ის რომ ექიმს ყოველთვის უნდა რომ თავის პაციენტი იყოს კარგად და ის გაკეთებული საქმე რასაც თვითონ აკეთებს და რასაც მე პირადად ვაკეთებ და ჩემი კოლეგები აკეთებენ ყოველთვის არის იმაზე ორიენტირებული რომ შედეგი იყოს კარგი შეიძლება ნებისმიერ ექიმს რომელიც არის პრაქტიკანტი ექიმი რომელიც მუშაობს რაღაც შედეგზე არის ორიენტირებული ყოველთვის იქნება რაღაც გართულება მაგრამ ამ გართულების საშუალება უნდა მოგცეს თვითონ პაციენტმა რომ მოგცეს ამ ყველაფრის გამოსწორების საშუალება კი ბატონო ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეგ ალბათ იმაზეც გადის რა როგორ ურთიერთობას აყალიბებთ თუნდაც მოკლე პერიოდში პაციენტთან ეგრე არ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მიდგომასაც იმიტომ რა თქმა უნდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ არის პაციენტები რომლებიც ნეგატიურად არიან განწყობილი რაღაცას და თავიდანვე რაღაცა თავისი ემოციური განწყობით შეიძლება ხელს რაღაც მომენტში გიშლიდნენ და შეიძლება შენზედაც იმოქმედოს როგორც ექიმზე ან რაღაცა იმედი გაგიცრუდეს უცებ და გადაიფიქრო ეს პროფესია და ესე შემდეგ. მოკლედ ძალიან სოციალური მე და ზუსტად მივაწოდო ჩემს ახალგაზრდა მომავალ კოლეგებს რომ იყვნენ ამ ყველაფრისთვის მზად. სოციალური ჩართული ყოველდღე პროგრესირებადი და ცვალებადი სიტუაციები. თავარია რომ გააკეთონ ყველაფერი გულით, გააკეთონ სუფთა განზრახვით, დანარჩენი რაღაც გართულებები იქნება, პრობლემა იქნება, ყველაფერი გადაილახება. თავარია რომ ეს გაკეთებული საქმე რაც არის იყოს თავიდან აი გულით წამოსული ეს ყველაფერი და თავარია გიყვარდეს ის რაც აკეთებ. ყველაზე ხანძლივი ოპერაცია. აი რომ დადექი და სანამ არ მოგახვედი ბოლოში არ შეგისვრენ. დაახლოებით 1-5 საათი. ან 5 საათი უშუალოდ ჩართული იყავი და ოპერაციას აკეთე.
შესონების გარეშე. მიხსნით ხალხურისთვის უნდა იყოს მზად. ანუ 5 საათი ერთ ადგილას დგომა მიჭირს და წარმოიდგინე ხა რომ 5 საათის განმავლობაში რა ისეთ რამ პასუხისგებლობა გაღებული კონკრეტულ შემთხვევაზე და ის უნდა მიიყვანო ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის წარმატებების საკმაოდ საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ძალიან მესიამონა და მადლობა რომ ჩვენი რესპონდენტი იყავი რა. წარმატებებს გისურვებ.